ლეკვის ასევე საბელზე მიჩვევა. მისი შიშიც არ უნდა გაუჩნდეს. ეტაპობრივად უნდა მოხდეს. გამოვიყენოთ სათამაშოები, გამოვიყენოთ სნექები, გამოვიყენოთ სწორი მოფერება და დოზირებულად ეს მოფერება და არ გადავამეტოთ არავითარ შემთხვევაში, რომ მივახედროთ, რომ ეს მისთვის არ არის საფრთხე. ეს როგორ აი ტექნიკურად გავაკეთოთ. მოდი ნახე, ავიღე საბელი, ავიღე სნექი, გავუკეთე და ხშირად ხდება ხოლმე, რომ ლეკვები იწყებენ უკან წასვლას, დაჯდომას, გამოხატავენ აგრესიას, შეიძლება თქო ჩაავლოს პირი და დაიწყოს მისი ფერთხვა. ამ შემთხვევაში თუ ლეკვს უყვარს სათამაშოები და მოყვება ეს პატარაობიდანვე, შეგვიძლია რომ ამ სათამაშოებით გადავატაინოთ ყურადღება, გაუმოძრაოთ, ცოტა გადაუგდოთ, ინტერესი გამოხატოს, რომ ეს თოკის გამოკაჩვა რაღაცა კარგთან დააფიქსიროს. სათამაშოებთან ერთად ამ პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ სნექები, სასუსნავები, თუ პირობითად ძაღლს არ აქვს ალერგია ქათმის ხორცზე და ქათმის ფილე და ეს სნექებიც, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცეთ ძალიან დიდი რაოდენობით. შეიძლება რომ ძალიან მოვინდომოთ, აი ძალიან დიდხანს ეცადოთ რომ ძაღლი ვავარჯიშოთ და ნუ ბოლოს მივიღოთ იქამდე რომ დაემართოს დიარეა.